საქმისათვის საბრძოლველად იყავ მზად. მზად ვარ. ჩვენ გონიათ გავდივდი, ან კომუნისტური წყობა მომენატრა, არც ერთი და არც მეორე. უბრალოდ მეც თავისთავად პიონერი ვარ. ანუ 42 ვარ, ვინც ყველაფერზე თამამად აპირებს საუბარს. ძნელი მისახედი არაა თუ რაზე მსურს დღეს გესაუბროთ. რა თქმა უნდა, სექსზე. სექსი ლათინური სიტყვაა და ქართულად გათხოვებას ნიშნავს. თქვენ გონიათ კომბოსტოში გიპოვნეს ან ბაზარში გიყიდეს? არა. თქვენ ჯერ კიდევ არაფერი გსმენიათ წეროს შესახებ. რა კადრი მოდით კიდევ ერთხელ ვიტყვი იმ სიტყვას, რაც ყველას ძალიან სიამოვნებს. ანუ ს ე ქ გ ი ს ე ქ д ი შ ე ქ შ ი შექში. ნუ როგორც არის სექსი. მე მოგიყვებით თუ როგორ იქცა ერთი უბრალო გლეხის გოგო საქართველოს სექს სიმბოლოდ. დავიბადე ქალაქ რუსთავში. 6 წლის შემიყვანეს სკოლაში. თუმცა თქვენ რაში გაინტერესებთ ჩემი ისტორია? მოდით პირდაპირ სექსზე ვისაუბროთ. თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე საკვები პირდაპირ კავშირში ყოფილა სექსთან. თურმე არსებობს საკვების სახეობა, რომელიც ერთიორად ამაღლებს მამაკაცის პოტენციალს. მაგალითად, არაჟანი, ბანანი, შოკოლადი, ხინკალი, ქაბაბი, ცეცხლი ბუხარში, კარგი ღვინო, ძმადიჭები, ძმადი კექსზე, ხაჭაპური, კარგი ქეიფი. მე ხვდები, რატომ დავივიწყეთ ქართველებმა საერთოდ ეს ყველაფერი. სად არის ის ქართული მეგობრობა, ქეიფი? შორედა! ჩავიცვი ეს თავის ტრუსიკი და მათრახი რა უყავი! სად არის მათრახი კაცო, რო აიღებ დადე თავის არ ვიცი. დიდი გამიტყიბო თავი ეხლა. მირაკა. შეგახსენეთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია ბაგრატიონი. უკაცრავად. გამარჯობა. გამარჯობა. ეს კითხვა გვაქვს სექსზე რას ვფიქრობთ? სექსზე გაინტერესებს ჩემი აზრი, ხო? ნუ სექსი კარგია, კი. კარგი რაღაც არის სექსი. იცი რა არის, თან სექსი ესეთი მარტივი რაღაც არ არის, მარტო სიტყვა არ გახლავთ რა სექსი. საერთოდ მე შემიძლია დაგიხასიათოთ სექსის ორი სახე რა. ეს არის ქართული სექსი და ევროპული სექსი როგორც ასეთი. და თვითონ ევროპული სექსი ეს უფრო გავრცელებული სექსია ფართო მასებში საერთოდ ეს არის უფრო გახსნილი სექსი, უფრო ღია რაღაც, უფრო ფერადი, ხოლო რაც შეეხება უკაცრავად. გამარჯობა. გამარჯობა. სექსზე რას ვფიქრობთ, როგორია? რა ვიცი სექსი რა. რას ვფიქრობ? არაფერს არ ვფიქრობ, რა ვიცი, რა უნდა ვიფიქრო. არაფერს არ ვფიქრობ, რა უნდა ვიფიქრო სექსი რა. როგორია? რა ვიცი, როგორია, რა ვიცი. მე არაფერი დამიშავოს და იყოს თავისთვის, რა ვიცი. გოდიში ვერ დავამთავრე, ხოლო რაც შეეხება ქართულ სექსს, ეს უფრო შეკრული მცნება არის და ამისაც საჭიროა რომ თქვა 1-2 ფსიქოლოგი დაძდეს და გამარჯობა. სექსზე რას ვფიქრობთ? სექსზე რა უნდა ვიფიქრო? შენ შემოგევლე ხა დღეს ყველაფერს სექსზე ძახიან და ყველაფერს სექსი დაარქვეს, ხო? ეხა დაიკარგა ეს ყველაფერი. ნუ აი შემთხვევით სექსზე რა არის ხა შემთხვევით? შემთხვევით სექსი არ მქონია. ხო, მაგრამ აი როგორ ვფიქრობთ, როგორია?
არ ვიცი, ხა არ მქონია პრაქტიკაში, არ მქონია და როგორ გიქნა. ნუ აი ვიღაცა შეხვდით, არ იცნობდით, უცებ ნახეთ, მოგეწონა სექსთან და რას ვიქოთ, როგორია. არ მქონია მეთქვა. ხო, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, რომ გქონდათ. მოვიდგინო. აი ნუ ვითომ შეხვდით და როგორ პრობლემაზე რომ აი აი მოგაცა. აი ნუ შეხვდით ვიღაცას და გქონდათ სექსი. ხო, მე როგორია? შეგხვდით აი ესე, ხო? მეც დამაინტერესა. როგორ ფიქრობ? აი დამაინტერესა ეხლა და არა, როგორ გადა? ერთი წუთით რა. არა, ერთი წუთით რა. აი არა, ერთი წუთით რა. ხარისხიანი და ხანგრძლივი სექსისთვის თურმე ძალიან კარგი ყოფილა მოხარშული ქათამი. მე თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ რატომ, მაგრამ მე გირჩევთ. ავიღოთ ქათამი, ქურაზე დავადგათ წყლით სავსე ქვაბი. მოვათავსოთ ქათამი წყლიან ქვაბში და ამ ყველაფრის მომზადებას მინიმუმ 1 საათი მაინც დასჭირდება. ამ დროის განმავლობაში კი თქვენ თავისუფლად შეძლებთ 2-3 დაკავდეთ ხარისხიანი სექსი. თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან კარგი ყოფილა ასევე მამაკაცური პოტენციისთვის ბანანი. მაწვე. ნაყინი. და პრასიც კი. თქმა უნდა მხოლოდ ნაყინთან ერთად. მოდით ნახოთ რას გვისჩვენებს. შორენა დავიყარე ეს ხინულები და მოდი დროზე თორე გამეყინა წუწუები კაცო რა არის ამდენი მოკლედ შემოკარგებო. მე ყოველთვის მზად ვარ მოგცეთ სასარგებლო რჩევები. და რა თქმა უნდა უკაცრავად რა ქალბატონო შორენა მაპატიეთ რომ გაწყვეტინებთ რა თქვენი ჭირიმე მე ყოველთვის უყურებ თქვენ გადაცემას რა არ შემიძლია რო არ თქვა და აი პოტენციის ამაღლებასთან დაკავშირებით რომ რაღაც პროდუქტებს გვირჩევთ რა ყველაფერი ვცადე მე აი პროცეულიც არაჟანი ეს შოკოლადი და აი პატრა კარგია და აი სიამოვნებით ჩამოგართმევდით ხელს მაგრამ უბრალოდ თელიტარით ვერ შემოვდივარ პოტენცია მაქვს ძალიან მომატებული რა ნახოთ რას ფიქრობენ ჩვენი თანამოქალაქენი ამ საკითხზე. სექსი აუცილებელია. ყველა ადამიანს უნდა კონდეს სექსი ერთხელ მაინც წელიწადში. მე მაგალითად პირადად თუ სექსი არ მაქვს ერთხელ მაინც ის წელი ჩემთვის დაკარგულია ფაქტობრივად რა. იმიტომ ну, საზოგადოება მინდა გითხრათ, რომ არ არის მზად. არ არის მზად, იმიტომ რომ აი ახლა თქვენ მაგალითად რომ გახვიდეთ გარეთ, ნებისმიერი გამლელი რომ გააჩეროთ და უთხრათ რომ გსურთ მასთან დაკავდეთ სექსით. ის ამას კომპლიმენტად კი არ მიიღებს. პირიქით შეიძლება სივაც კი გაგაზნათ. ანუ არ არის ესეთი აზრი ქონიათ თურმე სექსზე ჩვენს თანამოქალაქეებს. ესე შორენა ესა ღიმილი არ ვარ გარა თავიდან გააკეთე რა ღიმილი არ ვარ გარა კარგად გამიკეთე რა არ ვარ გაღიმილი უფრო სექსუალურად რა თქმა უნდა უფრო სექსუალურად არ ვარ გარა
უკეთესა. ალო სომრები არის მოსული გამოდი დაგალი ეს გადამი რომ დამიჭერგე. ხო კარგი. ახლა მოსული დაგალი გადამი და გააკეთე რა. არ დამიჭერგე არა და. რაბი და ვერ გავიგე. გამოდი ახლა თორე მეკაკალი ამ გადამდა ერთად. გამარჯვე ესა. დაგალი ძოლა გადამაკეთე. მე დროებით გემშვიდობებით და რა თქმა უნდა. ისიც ეს